80-90-იანი წლების ლეგენდარული შემსრულებლები ბათუმში არიან. 15-დან 17 აგვისტოს ჩათვლით ზღვისპირა ქალაქი ჯორჯია სამერფესულ მასპინძლებს. კონცერტები საოცრებათა პარკში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც დროს კორესპონდენტი გიორგი წეროძე იმყოფება და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. გიორგი, დაიწყო თუ არა კონცერტი? სოფო, როგორც უკვე ხედავთ, კონცერტი დაწყებულია, ბათუმის სამერ ფესტი უკვე ოფიციალურად გაიხსნა. რაც შეეხება შემსრულებლებს, რომლებიც დღეს წარსდგებიან სცენაზე უკვე იყო გამოსული ქართველი მომღერალი ანრი ჯოხაძე. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ამაზე უკვე ისაუბრეს ერთ-ერთი ორგანიზატორი სამერ ფესტის, ქალბატონი თამუნა კახიანი. ქალბატონი თამუნა, მოგესალმებით და რომ გავაცნოთ მაყურებელს, ანუ ვინ არიან დღეს ასე ვთქვათ ბათუმელის მსმენელის წინაშე? გამარჯობათ, მე ვარ თამუნა კახიანი, ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯორჯიან სამერ ფესტ. დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან ბონიემი, სანდრა, არაბესკა, ჯოი, რომელიც ახლა მღერის და მე მგონი ბათუმელები და სტუმრები კმაყოფილი იქნებიან დღევანდელი საღამოთი. რაც შეეხება ფესტივალის დანარჩენ ნაწილს, ანუ შემდგომ დღებს, ვინ წარსდგებიან მსმენელის წინაშე და რამდენად საინტერესო რეპერტუარი იქნება? ანუ დღევანდელ დღეს არის 80-იანი წლების ჰიტებია, ეს მომღერლები ასრულებენ 80 წლების ჰიტებს, რომელიც იმ დროს იყო ძალიან პოპულარული. ხვალ იქნება 80-იანი წლების ჰიტები. ეს არის Ace of Base, ძალიან ცნობილი, დემო, ატლეტი მაშენიკი, ვირუს და რაც შეეხება მესამე დღეს, 17 აგვისტოს, ეს არის თანამედროვე მომღერლები იქნებიან, ან თანამედროვე ჰიტები. ქართული მომღერლებიდან იქნებიან ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ბიანკა, ეს რუსი მომღერალია, ოლამ, ძალიან ცნობილი ევროპაში და ბიანკა. როგორც უკვე ხედავთ, ბათუმის სამერ ფესტი ოფიციალურად მიმდინარეობს ბათუმის საოცრებათა პარკში. ფესტივალი კიდევ 3 დღეს გაგრძელდება. სოფო